სასურაო ადგილები აქვს ულამაზესი. წინ არის სპორტი და აქ არის ძალიან სუფთა წყალი. აი ერთ-ერთი სანაპირო, ვაიმე რა ლამაზია. წყალი არის უმაგრესი ფერის და თან სანაპიროც უსუფთავესი. ამ სიცივეში ბანაობენ. 30 ევრო ღირს ორივე გზა რო ახვიდე და ჩამოხვიდე. 17 ევრო ღირს ერთი გზა. ამათ კი აქვთ ევროებში ხელფასი და უამრავი თან, მაგრამ ქართველებისთვის ძალიან ძვირია. რა თქმა უნდა, არ ავდივართ, იმიტომ რომ თან არაფერი არ არის, უბრალოდ ხედია, რომელსაც მანქანიდანაც კი ვნახავთ, იგივე გზაზე უნდა გავიაროთ ხვალ. 1:15 დღით ადრე რომ ჩამოსულიყავით, ალბათ ვიბანავებდით კიდეც, მაგრამ სიცივეები დაიწყო. აი ეს არის გადმოსახედი ამ ქალაქზე. ეს სკროლობ TikTok-ს და ამ დროს ხედი. ამ კაც არცივანე და საცის. ეს მე მგონი სანაპირო ზოლი, იმიტომ რომ აგერ დაკეტილია. ვაიმე რა ლამაზია. აქ რომ უნებართ მშენებლობები იყოს, ხო აღარ იქნებოდა ლამაზი, არა დამახინჯდებოდა. რო ინარჩუნებენ, იმიტომაც არის ესეთი ლამაზი. ავტობუსით ერთი გზა აღირდა 1.8 ევრო. მალე მზის ჩასვლაც დაიწყება. რაღაც ლამაზ ქანდაკება დავინახე და კიდე ამოვედი რომ მეთქი შევიდი, ალბათ რამე პარკია თქო და სასაფლაოა. შენც პარკი გეგონა ხო? ხო, ღმერთმანი. მაგარი ხარია, გავიყინეთ. ეს რა მდგომარეობაში მოდის. აი ნიკა. შია, მაგრამ იმათ გონი არ შეათარებს. უბრალოდ ძალიან ლამაზი ქალაქი არის, დავათვალიერებ დღეს. მოწესრიგებული არის უფრო ქალაქი. მე მოგწევ ჩვენი ქვეყანაც ძალიან მალე მივა ანგონეზე. ვაიმე, სასწაული მზის ჩასვლა. საფლეკა ქარმა. დღეს ვჭამ სახლში. აი ამ პატარა სივრცეში გვაქვს განლაგებული.